ჰელიუმის ბუშტები, მინიონები, სათამაშოები, გულის ფორმის სიმბოლოები, ნივთები წყვილის გამოსახულებით. ასეთია ქუთაისელი შეყვარებულების არჩევანი ვალენტინობის დღეს. მათი უმრავლესობა გულისწორის მოხიბლას საჩუქრით ცდილობს, თუმცა ხშირ შემთხვევაში გოგონები უფრო მეტი გულუხობით გამოირჩევიან, ვიდრე მათი მეგობარი ბიჭები. გოგოები უფრო ძვირიანს ყიდულობენ, არჩევენ ახლა 50-ის ზემოთ ბიჭებისთვის და ბიჭები დაბალ ფასებში უფრო. ძალიან მოწონთ გული ბუშტები, აი ჰელიუმიანი ბუშტები, პანდაზე ხო საერთოდ გოგოები ძალიან აფანატებენ და ესეთ რაღაცები და ბიჭებს რაც მოსწონთ და რა ვიცი რაც გოგოებს ყიდულობს ეს არის მინიონები. ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის ვალენტინობის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუ გოგონას მეტი შესაძლებლობა აქვს იმის რომ ყურადღება გამოიჩინოს, შეიძლება გოგონა აჩუქოს ბიჭს. შეიძლება ბიჭმა, მაგრამ სასურველია თუ ბიჭი გამოიჩინოს უფრო ყურადღებას. გოგომ რატო უნდა აჩუქოს, ანუ პირიქით უნდა იყოს, მაგრამ ახლა პირიქითაა მე მგონი გოგოებს ჯუქნიან ბიჭებს. მე მაგალითად ძალიან მიყვარს ეს დღე და ყოველთვის ვიღებდი ვალენტინობას საჩუქრად. ჩემი საყვარელი ადამიანისთვის შევარჩიე სუნამო ვალენტინობისთვის, ყოველთვის ჩვენ ესე ულოცავთ ესეთ ლამაზ დღესასწაულს ერთმანეთს. საჩუქარი შეიძლება სიმბოლურად რაღაცა ამ დღეს რახან მაინც და მაინც სიყვარულის გამ დღეს არის. რაღაცა აჩუქა შეყვარებულმა შეყვარებულს. ვალენტინობის ტრადიცია სათავეს მე-5 საუკუნიდან იღებს. ერთ-ერთი ვერსიით, რომელმა მღვდელმა ვალენტინმა, რომელიც ცნობილი იყო როგორც შეყვარებულების დიდი გულშემატკივარი და ხშირად მათ ჩუმადაც აქორწინებდა, ციხეში ყოფნის დროს თავის მეუღლეს წერილი მისწერა, რომელსაც შემდეგი სიტყვებით ასრულებდა: სიყვარულით ვალენტინისგან. მას შემდეგ 14 თებერვალს, რომელიც მისი ხსენების დღეა, ვალენტინობას უწოდებენ. ევროპული ტრადიციის მიხედვით ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს წერდნენ და ხშირად ამ ფორმით დაქორწინებასაც თავაზობდნენ. 14 თებერვალი ახლა უკვე მთელი მსოფლიოსთვის სიყვარულის დღესასწაულია.